მოგესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს. ნუკრი შოშიაშვილი ანალიტიკოსი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ. არასამთავრობო სექტორს ამერიკის მთავრობამ უკვე დაარტყა. სხვადასხვა ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამები, რომლებიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით ხორციელდებოდა, რეალური მოტივების დავალვასა და სიმულაციური რეალობის გამყარებას ემსახურებოდა, ეს უკვე არის ღიად დეკლარირებული. როგორ აისახება ეს საქართველოზე, ვინაიდან დიდი ხანია მმართველი გუნდი საუბრობს შემოდინებულ თანხაზე USAID-ის მხრიდან. რა არის ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ისეთი მონოლითური სახელმწიფო, როგორც მაგალითად შეიძლება ითქვას ჩინეთი, ჩინური პოლიტიკური კლასია. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის რამოდენიმე ეგრეთ ვთქვათ ჯგუფი, მათ შორის პარტიის შიგნით კიდევ სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებში, სახელმწიფო ოწყობებში იყრიდა თავს. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ ეს სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც მთელ სოფლიოში არის მოდებული, პრობლემას უქმნათ თვითონ მის პარტიას და მის მომხრეებს. ამიტომ ჩვენ ახლა ვაკვირდებით პირველ რიგში ამ კონტექსტით მინდა რომ დავანახო მაყურებლებს, რომ ჩვენ ვაკვირდებით შიდა ამერიკულ ელიტურ დაპირისპირებას და შესაბამისად ის რომ მისმა კონკურენტებმა ტრამპის კონკურენტებმა არ მოახერხონ და სხვაგან მაგალითად ევროპა იქნება ეს თუ მესამე სამყაროში არ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება, ამიტომ ის უწყვეტავს გარკვეულწილად დაფინანსებებს და ის უწყვეტავს გარკვეულწილად იმ აჩერებს უბრალოდ იმ პოლიტიკებს, რა პოლიტიკებსაც აწარმოებდნენ ტრამპის მოწინააღმდეგე ძალები. შესაბამისად, ჩვენ ახლა ხედავთ ისეთ რეალობას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ამ შემთხვევაში საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც თანამშრომლობდა იმ ძალებთან, რომელიც ებრძოდნენ ტრამპს და იყო მკვეთრად და ისე დაკავშირებული ერთმანეთთან, ჩვენ ეს ვნახეთ როგორც ვარდების რევოლუციის დროს, ვნახეთ მოგვიანებით და დღემდე პრინციპში ის რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ეს იყო ამ კავშირის ერთ-ერთი შედეგი. ის რომ ეს პროტესტი მხარდაჭერილი იყო გარედან, დაკავშირებული იყო იმაზე, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია მხარს უჭერდა საერთაშორისო ორგანიზაცია და პოლიტიკური ძალები მხარს უჭერდნენ აქაურ ესე იგი ელიტებს. და მთავარი ხა ცოტა ისტორიული რაკურსითაც რო შევხედოთ, ჩვენ ნახავთ რომ მეორე სოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების მთავარი ამოცანა იყო, რომ ისეთი პოლიტიკური ელიტები და ისეთი პოლიტიკური სისტემები შეიქმნა ევროპა იქნებოდა ეს თუ მისი რაღაცა გავლენის ქვეშ ყოფი სახელმწიფოები, რომლებიც იქნებოდა ინტეგრირებული ზოგადად მასთან და მის პოლიტიკურ სისტემასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ელიტა იყო ინტეგრირებული აი ამ საერთაშორისო, ესე ვთქვათ, გლობალისტურ რაღაცა ორგანიზაციებთან, USA-თან მათ შორის და ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც ამ პოლიტიკურ ელიტებს ჰქონდათ გარკვეულწილად რაღაც შიდა პრობლემები, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა მათ საერთაშორისო მხრიდან. ასევე ჩვენ ნახეთ კიდე ერთი ისეთი მომენტი, ჩვენ თუ დავაკვირდებით ქართული ოცნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ურთიერთობა, ჩვენ ნახავთ, რომ წლების განმავლობაში ქართული ოცნება მთლიანად იყო გადართული ამ ინტეგრაციულ პოლიტიკაზე. ისინი იყვნენ მთლიანად გადართულები, ისინი ყველანაირ რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ და პრინციპში ვერ დასწამებს ქართულ ოცნებას იმას, რომ ისინი რაღაცნაირად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ინტეგრაციას. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა რატომღაც საკმარისი, ანუ აღმოჩნდა ის რომ თუ შენ არ ახარ მათი პროექტის, თუ შენ არ ახარ უშუალოდ მათი კლუბის წევრი და შენ მათთან რაღაც თანასწორი ურთიერთობა გინდა, ამ შემთხვევაში ზეწოლა იზრდება შენზე და ჩვენ არ ვნახეთ ხო ჩანაწერები იყო, როდესაც USAID-ის ორგანიზებით მოხდა, ну პრინციპში ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ტრენინგები, ხო? ჩვენ ეს ვიხილეთ ტელევიზიებში, ჩვენ ვნახეთ ჩვენ ასევე ვიხილეთ აკერმანის ჩამოსვლა საქართველოში, ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო ესე იგი, როგორც შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპიდან, ბრიუსელიდან არაერთი განცხადება აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ფაქტებით, მაგრამ ოპოზიციის ხარდაჭერი განცხადებები, ასევე ჩვენ ვიხილეთ კონკრეტულად სააკაშვილის ხარდაჭერი განცხადებები და
ამ სიტუაციაში ნათელი იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა, შენ როგორი რეფორმაც არ უნდა გაეკეთებინა, როგორ რა მიმართულებითაც არ უნდა, ესე იგი, წასულიყავი დასავლეთში, ხო, როგორი მიმართულებითაც და როგორი დათმობაზეც არ უნდა წასულიყავი, ისინი არ ეღებდნენ ამას და უფრო და უფრო მეც მოითხოვდნენ და ეს მეტი ნიშნავს, რომ შენი პოლიტიკური ელიტების კონფიგურაცია ყოფილიყო შეცვლილი. ეხლა თქვენ შეკითხვას დაუბრუნდები, ეგ რას ცვლის საქართველოს? ეს ცვლის პირველ რიგში იმას, რომ ის პოლიტიკური კლასი, რომელიც აქამდე არ იყო, ესე რბილად რო თქვენ, არ გააჩნდა შიდა ლეგიტიმაცია, საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ისინი არსებობდნენ მხოლოდ გარე ლეგიტიმაციით, ისინი არსებობდნენ მხოლოდ იმ რაღაც ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ისინი გარკვეულწილად უჩივლებდნენ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ქართულ საზოგადოებას უცხოეთში და ამით უცხოეთი საუბარია დასავლეთ შეერთებულ შტატებზე დაუწესებდა გარკვეულ შეზღუდვებს, სანქციებს ამა თუ პოლიტიკურ კლასს ან თუნდაც საქართველოს აქედან იღებდნენ ხო ისინი ამ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ ახლა აი ამ კრიზისს ხედავთ ოპოზიციური მხრიდან, მათ ეს ბერკეტი, რომელიც აქამდე გააჩნდათ, დაკარგეს რეალურად. ტრამპის ხო მოეშალათ და ეს ქმნის ახალ რეალობას. მე ვერ ვიტყვი, როგორი შეიძლება იყოს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობს ქართული ამერიკული ურთიერთობა. ეს ფაქტია, რომ ეს იგივე ვერ დარჩება, როგორც იყო ძველ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მაგრამ ნათელია, რომ პოლიტიკური ენაც კი, რომელიც შემოგთავაზა ტრამპმა, არ კონცენტრაცია ერთ სახელმწიფოებზე და არა კონცენტრაცია იმაზე, რომ ელიტარული დაყოფა, ხო, შენ თუ ესე იგი ჩვენ ელიტას მიეკუთვნები, მაშინ ჩვენიანი ხარ, როგორი პოლიტიკას უნდა გაატარე, თუ არ მიეკუთვნები, მაშინ ტერი. მაგრამ პოლიტიკური ენა სავარაუდოდ იდენტურია ქართული ოცნების მმართველთა განცხადებებთან. ვერ ხედავთ მსგავსებას არის. კი ბატონო, იდენტურია აბსოლუტურად, ეს არის, ნუ ბევრი უწოდებს და ალბათ ამაში დავეთანხმები, ეს კონსერვატიული შემოbrunების პერიოდი, მაგრამ აქ ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი. ტრამპმა შემოიტანა უკვე თვითონ ცდილობს რომ შემოიტანოს ევროპასთან ურთიერთობაში, არა რომ ურთიერთობას როგორც ევროკავშირთან, არამედ პირველ რიგში ნაციონალურ სახელმწიფოებთან. კერძო სახელმწიფოებთან. მოდით, აქვე მინდა გკითხოთ, აი საინტერესოა ზოგადად ევროკავშირთან მიმართებაში ტრამპის ქმედებები. აი მაგალითად ვიქტორ ორბანის განცხადება იყო დღეს, რომ ბრიუსელში ბიუროკრატები ტრამპის ტორნადოსო თავსო ვერ დააღწევენო და ექსპერტები წერენ, რომ მაგალითად აი მემარცხენე ლიბერალების მთავარი დასაყრდენი დღეს არის ევროკავშირის ბიუროკრატია. Deep State-მა გადაწყვიტა ევროპაში ბჭყალებში გამოიზამთროს, რომ მე აი ახალი ძალებით დაბრუნდეს ამერიკაში. ბუნებრივია ამერიკის მთავრობა შეეცდება ევროსტრუქტურები გაწმინდოს ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული კადრებისგან. დაპირისპირება აი ამერიკასა და ბრიუსელს შორის ეს არ არის მგონია რომ შემთხვევითი და აი რას შეცვლის ეს მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში? ძალიან საინტერესოა თვითონ თუ დავაკვირდებით ტრამპის ესე განცხადებებს. იქნება ეს კანადასთან მიმართებაში თუ იქნება ეს ევროკავშირთან მიმართებაში. ეხლა ყველა საუბრობ ერთი მხრივ ყველა საუბრობთ რეალ პოლიტიკაზე, ანუ იმაზე, რომ ნაციონალური სახელმწიფოს ინტერესები წინ წამოდის, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ასევე იდეოლოგიური დაპირისპირება. და ამ იდეოლოგიური დაპირისპირებაში ჩვენ ხედავთ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტს, რომ ის ვინც პოტენციურად იყო დემოკრატების, ბაიდენის ადმინისტრაციის მოკავშირე, მათზე ხორციელდება ძალიან სერიოზული თავდასხმა ტრამპის მხრიდან. და ჩვენ ხედავთ ასევე იმ მომენტსაც, რომ ტრამპი პირველ რიგში აი ამ ელიტების მოცილებას ცდილობს. არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. აი ამ პროცესში ყველაზე კარგ დღეში, უფრო კარგ დღეში ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე მეტი შანსი უჩნდებათ მთელ რიგ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომლებსაც ეხსნებათ ერთი მხრივ ბრიუსელისგან ზეწოლა და მათ შეუძლიათ უკვე იმ თავის ზომისა და წონის მიუხედავად არ არიან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, მაინც და მაინც დიდი სახელმწიფოები, ითამაშონ იმაზე უფრო დიდი როლი შეასრულა ამ დაპირისპირების პროცესში თვითონ ევროპაში, ვიდრე ამას ასრულებდნენ აქამდე. და ჩვენ ხედავთ, რომ თუ ვინმე არის ახლა ტრამპის ხარდაჭერები თვითონ ევროკავშირის შიგნით, ესენი არიან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, აი მე უბრალოდ ქართულ საზოგადოებას მინდა უბრალოდ აუხსნა, რომ ლოგიკურად აი ამ დაპირისპირებაში, რასაც ქვია ტრამპსა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის დაპირისპირებაში, საქართველოს
ეს უნდა მას თუ არ უნდა მას აღმოჩნდა ევროკავშირის ბიუროკრატების მოწინააღმდეგეთა ბანაკში. და ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ უკვე ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ კრიტიკა, ხო, ქართული ოცნების კრიტიკა. ჩვენ სულ ეხლა ხანს მოხდა, ხო, ის ფაქტი, რომ საქართველოს გამოვიდა ევროსაბჭოდან, ხო? ჩვენ ესე იგი რა ხდება ეს? ეს არის პროცესი, როდესაც ხდება გამოსვლა იმ პოლიტიკური ძალებიდან, რომელიც არის უკანასკნელი, ესე ვთქვათ, ბასტიონი იმ რაღაცა, რა ვიცი, რა უწოდო, ნეოლიბერალური, მემარცხენე ლიბერალური, მოკლედ ბაიდენის ადმინისტრაციისა და მისი კულტურული და პოლიტიკური რაღაც ძალების ცენტრის ბასტიონი არის ბრიუსელი და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ბასტიონი დენელა ინგრევა და ეს ინგრევა სწორედ იმიტომ, რომ ცენტრში ამ შემთხვევაში ტრამპი ახდენს ესე იგი თავდასხმას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეხსნება გარკვეულწილად შანსი, რომ ამ პროცესში ჩვენ მივიღოთ რაღაცა შევიტანოთ ჩვენი როლი, თუმცა ძალიან მცირე და ძალიან პერიფერიული, რომ ადგილზე რაღაც ჩვენ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, გავაძლიეროთ კონსერვატიული დისკურსი, შევქმნათ რაღაცა ისეთი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკა ავაწარავთ ისეთი, რომ ჩვენი ნაციონალური ეროვნული ინტერესები იქნება წინ წამოწეული და მასზე ორიენტირებით, ესე იგი, მოვახდინოთ იმ ბიუროკრატიული, ტექნოკრატიული კლასის რაღაცნაირად განეიტრალება, რომელიც წლებია ჩვენ ხელს გვიშლის რეალური დემოკრატიული პროცესების დაწყებაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში ანალიტიკოსი ნუკრი შუშიაშვილი საუბრობდა.